ადამიანები როცა იგებენ რაღაც ახალ ინფორმაციას, თქვა პოლიტიკაზე იქნება თუ რაღაცაზე იქნება, რომელიც მათ არსებულ შეხედულებებს არ შეესატყვისება, რა ხდება ამ დროს? ხდება ის, რომ ან ამას უგულებელ ყოფენ, სულ ეს არ მომისმენია, ან ავიწყდება ძალიან მალე. და აი ძალიან ისეთი ადამიანი მოაზროვნე და თვითკრიტიკული ტიპი უნდა იყოს, რომ აი სწრაფად შეიცვალოს შეხედულება. აი ფაქტია რომ რაღაცა მოხდა, ხო ეხა ის თუ ტყუილია, ეგ კიდე სხვა ამბავია. კი, ზოგჯერ არის რომ დეზინფორმაცია, მაგრამ დაუშვათ ნამდვილად ახალი სიმართლე შეიტყვე, რომელიც სრულიად არ შეჯდება შენს ამ შეხედულებაში. ხო? მეორე დღეს რო არ გახსოვს ეს? რატომ? ისეთი რამე რომ შეგეტყვე, რომელიც კარგად განამტკიცებს შენ შეხედულებას, მეორე დღეს კი არა, ერთი წლის მერე გეხსოვებოდა ის და კიდე სხვებს მოუყვებოდი და არგუმენტი იქნებოდა და ისა, ხო და ეს მეორე დღეს უკვე აღარ გახსოვს. ხო? და აი ეს სწორედ არის ის, რომ ის ძალიან მყარია ის და რასაც სიბურჯგუე ქვია უცხოურად რიგიდულობა, რომ აი არ იცვლება ის ძველებური უნდა დარჩეს ის. მაშსადამე ეს არის განწყობის მეორე თვისება ძველ თარგზე ჭრა.